საქართველოში იყო ერთ შემთხვევაში სახელდაბორს არ ვიტყვი. კარგ ორგანიზაციაში იყო ქართულში, რომ ეიდრე ვითომ რაღაცაზე შეთანხმდნენ და მე რატო დაამატე ძმაო წაშალე რა მაქედან და რაღაცეები და იდიოტობა რა. ეძნიშნავს რომ არაპროფესიონალი ხარ და არაპროფესიონალად უდგები საკუთარ თავსაც, შენს მეთოდესაც და იმ საქმეს, რასაც აეთებ. მაგას ჯობია გააკეთო აი ორშაბათობის ლაივზე ქართულ ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ და მან დაწერა ტიპმა კომენტარებში ძალიან სასაცილო რაღაცა. საქართველოს ჩემპიონატში თუ თამაშობ 19 წლის ხარ და მე-4 და მე-3 ლიგაში ხარო. მაგას ჯობია JavaScript-ი ისწავლო, უფრო მეტ ფულს იშოვიო და ძალიან სწორია. იგივეს ურჩევ ყველა მებრძოლს, ვისაც ეგეთ დამოუკიდებულება MMA-სთან და საუთარ პროფესიონალურ კარიერასთან, ვისაც უნდა რომ საუთარი მარცხი რეკორდიდან წაშალოს და დამალოს და ვიღაცისთვის თვალსაჩინო არ იყოს რომ წააგო. თუ მაგ ეტაპზე ხარ კარიერის და მაგაზე დარდობ, ჯობია JavaScript-ი ისწავლო და უფრო წარმატებას მიაღწიო, ერთ წელიწადში ნასწავლი JavaScript-ით მეტი ფული იშოვო, ვიდრე MMA-ში იბრძოლებ. თუ ხარ MMA-ის მებრძოლი, იყავი კაცი და წადებაც ისე მიიღე, როგორც გამარჯვებას მიიღებთ. ეს მინდოდა მეთქვა. ამ ლაივზე დავწერე, რომ ყოველგვარი ფილტრების გარეშე ვილაპარაკებდი, ამიტომ ვარ ესეთ პირდაპირი და არ ვმალავ არაფერს.